ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ სახარებას უნდა შევეხოთ კვლავ, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, იმიტომ რომ მრავალგზის გამგვიმარტავს სხვადასხვა კუთხიდან. სახარების თხრობა, როგორც ვთქვით, ძალიან კარგად არის ნაცნობი, შინაარსობრივათაც, განმარტებაც ცნობილია მისი, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ერთი მომენტი აქვს ისეთი, რაც საყურადღებოა მაინც და განსახილველი. ერთი კაცი, რჯულის მეცნიერი, მივიდა მაცხოვართან და კითხვას სვამს მის წინაშე, რომ მოძღვარო, სახიერო, რა ის საქმე ვქმნე, რაითაც ცხოვრება ის საუკუნოი დავიმკვიდრო. მაცხოვარი პასუხობს, რაი მეტყვი მე სახიერ, არა არ სახიერ, გარდა მხოლოი ღმერთი. და მერე ჩამოუთვლის, არა იმრუშო, არა ცირისწამო, არა იპარო, პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა. და ეს კაცი ეუბნება, რომ ეს ყოველივე დამიმარხავ სიყრმით შემიდგან. მაცხოვარი ეუბნება, ერთიღა გაკლს შენ, რაიცა გაქვს მონაგები, განყიდე და შემომიდეგ მე. აი ეს არის ძალიან საკვანძო სიტყვა, შემომიდექი მე. და როდესაც დაინახა, რომ ვერ შეუდგებოდა მას, მოციქულებს უთხრა მაცხოვარმა, რომ უადვილეს არს აკლემსა ნემსის ხუნში გაძვრეს, ვიდრე მდიდარი შევიდეს ღვთისასუფეველში. ძალიან ცნობილი თხრობა დღევანდელი სახარების. ამის განმარტებას ჩვენ აღარ დავიწყებთ, როგორც მოგახსენეთ, მრავალჯერ გავგვიმარტავს, მაგრამ აი სიტყვები შემომიდექი მე. ჩვენზეა ეს ნათქვამი სინამდვილეში. ის ვერ შეუდგა დაამძიმა ვერცხლმა, ვერცხლის მოყარეობამ. ამიტომ ვერ შეუდგა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ შეუდგეთ? აი კითხვა. ეხლა უფრო კარგად გასაგები რო იყოს, წმინდა წერილიდან მოვიყვან რამოდენიმე პარალელს წმინდანებისა, რომლებიც შეუდგნენ და დღესაც ღვთისასუფეველში შედგომილნი არიან ღმერთს. აი მაგალითად, ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, აბრაამი ქალდეველთა ურში დაბადებული კაცი წარმართა შორის და ერთ დღესაც ესმის ღვთისგან ხმა. მას ესმის, შეიძლება სხვაცაც ესმოდა, არ ვიცი ჩვენ, მაგრამ ამან ყურად იღო. და რას ეუბნება ღმერთი? გამოდი შენი სახლიდან, შენი ქვეყნიდან და იქ წადი, სადაც მე გეტყვი შენ. კონკრეტული ადგილი არ იცის. და გადის თავისი ქვეყნიდან. ეს ის მოგზაურობა კი არ არის აქედან, რომ 2 საათში რომელიმე ქვეყანაში ვარ ჩვენ. გავფრინდებით და ჩამოფრინდებით. ეს ძალიან დიდი მოგზაურობაა. მტრები არიან გარშემო. გზავრობა ძალიან სახიფათო იყო იმ პერიოდში. თუ აუცილებლობა არ იყო, არ გადიოდა კაცი თავისი ქვეყნიდან. და მიდის ეს კაცი, თან სად თვითონაც არ იცის. ღმერთი მიუძღვის, გამოეცხადა და მერე შორდება თითქოს არა, შორდება ღმერთი მას და თვითონ აგზელებს გზას. ჩავა ხარანში, მერე რამოდენიმე ქალაქს გაივლის, ჩადის ცოლთან ერთად ეგვიპტეში, იქ ეუბნება, რომ გამასაღე როგორც შენი ძმა და არა როგორც შენი ქმარი. ანუ თვითონ მოქმედებს დანარჩენს. ერთხელ ღმერთი გამოეცხადა, დანარჩენს თვითონ წარმართავს. მერე კი ეცხადება შემდგომში ისევ. ეუბნება, რომ როგორც ზღვის ქვიშა გამრავლდება შენი შთამომავლობა და ცაში ვარსკვლავი და სხვა, ეცინება ბოლოს უკვე აბრაამს, იმდენად დაუჯერებელია მისთვის, იმიტომ რომ შვილი არ ყავს, სარა უნაყოფოა. 100 წლის თუ არის
აბრაამი მაშინ გაუჩნდებათ ისააკი. იცით თქვენ ეს ისტორია. და ისიც შემდგომში 17 წლის რო გახდება ისააკი, მაშინ ეუბნება შემომწირე მე. ესე იგი, რაღაცა ეპიზოდურად ეცხადება ღმერთი. დანარჩენი სულ თვითონ აგზელებს გზას. აი ეს ერთი. ეხლა მეორე. აი მოციქულები. იოანეს სახარების პირველ თავში არის ნათქვამი, რომ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები, იოანე და ანდრია, იოანე ღვთისმეტყველი ესე იგი, და ანდრია პირველ წოდებული. ჯერ ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ ესენი. და როდესაც მაცხოვარმა, უпроსტად იოანემ დაინახა მაცხოვარი მისკენ მომავალი იორდანეზე, ხმამაღლად შეღაღადა. აგერ მოდის ტარიგი, რომელმაც უნდა აიღოს წუთისოფლის ცოდვები. აი ამ სიტყვების შემდგომ დაემოწაფებიან ეს ორი, იოანე და ანდრია, მაცხოვარს, შემდგომ უხმობენ თავიანთ ძმებს, იოანე იაკობს მოუხმობს, ანდრია პირველწოდებული პეტრეს. და თავიანთ მეგობრებს დაემოწაფებიან. აი საყურადღებო რა არის ახლა აქ. როდესაც მოინათლება მაცხოვარი, ანუ როდესაც დაემოწაფებიან უკვე ესენი, შემდგომ გადის მათგან. სულ მათთან კი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ნათლისღების შემდეგ 40 დღე და ღამე იმყოფება მთაზე უდაბნოში. ესე განშორდა მოციქულებს, დაახლოებით 2 თვით. მაგრამ შემდგომ მოდის კვლავ და ეუბნება შემომიდეგით მე და გაყვნენ მას. რატოა რა არის აქ საყურადღებო? ხაზგასასმელი მომენტები რა არის? და ჩვენთან პარალელი რო გავავლოთ. ეს არის ის, რომ აი ადამიანი, როდესაც მოდის ეკლესიაში პირველად, ყველაფერი ლამაზი გონია მას. პირველი ზიარება, როგორი აღფრთოვანებული ბრუნდება სახლში. პირველი მამაო ჩვენო, დილისა და საღამოს ლოცვები. პირველად რო წაიკითხა. პირველად მღვდელთან აღსარება ჩააბარა, როგორი სიხარული ქონდა. აღფრთოვანება, ეგზალტირებული მდგომარეობა. მაგრამ მერე რო ნელდება და მერე ნელდება კი არა, ზოგი მაგინებელი ხდება ღვთისა. და უამრავი ვიცი მე თავად. ეს რა მდგომარეობაა? ეს ის მდგომარეობაა, როდესაც დაემოწაფნენ მოციქულები მაცხოვარს, მაგრამ ბრუნდებიან სახლში. ის მიდის მათგან. საშუალებას აძლევს გაიაზრონ უნდათ ნამდვილად, რომ მოწაფეები იყვნენ მისი თუ არა. ისინი უბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. ვისაც ოჯახი ყავდა ცოლშვილი, იმას უბრუნდება. რუტინულ ცხოვრებას უბრუნდებიან ისინი. ნელდება ის შეხვედრა მოციქულებისა მაცხოვრისადმი. და ამას საშუალებას აძლევს, როგორც აბრაამს აძლევს საშუალებას. შენ ხო დაინახე მე ვინ ვარ? ხო გაგეხარდა? აღფრთოვანდი. რაღაცა ისეთი სულიერი სიხარული ქონდა დაუვიწყარი. აი ეს ვარ მე. და მერე მიდის, შენ გინდა ეს თუ არა? მე თავს კი არ გახვევ. ღმერთი აბრაამს ესე შეიძლება ვთქვათ ეუბნება, ან მოციქულებს შეიძლება ეუბნება მაცხოვარი. მე თავს არ გახვევ. თქვენ დაბრუნდით ისევ თქვენ ცხოვრებაში. აბრაამი თავისი გზით მიდის. ღმერთი არ ეცხადება მას ამ გზაში. უამრავი უბედურება. რამის ცოლი წაართვა ეგვიპტის ფარაონმა. გახსოვთ ეს ამბავი. გამოეცხადება მერე ფარაონს და ეს აბრაამის ცოლი ეუბნება, დაუბრუნე ეს ქალი მას. და ღმერთი არ აჩანს აქ.
მის ცხოვრებაში არ აჩანს, თვითონ აზროვნებს, თვითონ მიდის ღვთის გზაზე. უბრუნდება, შეიძლება ვთქვათ, ყოფით ცხოვრებას, ნელდება გამოცხადება ღვთისა მასში. მაგრამ ზოგჯერ ისე ნელდება ადამიანებში, რომ იქიდან აღდგინება აღარ შეუძლიათ იმ სიხარულისა. როგორც ბევრ ჩვენგანს. აი აბრაამმა აღადგინა ეს მხურვალება შინაგანი და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება ღვთის ხმას იქამდე, რომ თავისი შვილი უნდა შეწიროს. ეჭვი არ ეპარება მას ღვთის დიდებულებაში. რატო? იმიტომ რომ ახსოვს ის დიდი სიხარული, რაც ქალდეველთა ურში პირველად გამოცხადებისას ჰქონდა მას ღვთისა. მოციქულები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში 2 თვე. თითქოს შენელდა ის სიხარული პირველი შეხვედრისა მაცხოვართან. მაგრამ როდესაც ჩამოდის მთიდან და ეუბნება შემომიდექით მე, ისინი გაყვებიან. ისინი არ ამბობენ, რომ ჩვენ თავიდან კი ესე ვფიქრობდით, გაგვეხარდა, მაგრამ მე ახლა სხვანაირი პრობლემები გვაქვს, საქმეები გვაქვს, ცოლ-შვილი გვაქვს არჩენი. არა, გაყვნენ მას, იმიტომ რომ ახსოვდათ ის პირველი სიხარული. ასე გვაქვს ჩვენ ცხოვრებაში ჩვენს. აი, როდესაც ის პირველი შეხვედრა ღმერთთან და ყველა ჩვენგანს გამოუცდია, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სხვაგვარად აქ არ ვიდგებოდი ჩვენ. თუ არ შეგხებია ღმერთი ერთხელ მაინც, ეკლესიაში ვერივლი ადამიანი. მაგრამ ეს შეხება გულთან გაგვება შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში? აი შეკითხვა, თუ განელდება, თუ შეიბილწება და ხვალდაზექ მამათ მავლობას უწოდებ, რომ სიხარული და სიყვარულიაო ესო. იქამდე შეიძლება განელდეს. სიყვარულს უწოდებენ ადამიანები. ამით საზღურავენ ქრისტიანობას. ეს კარგია, ეს მნიშვნელოვანი, ეს თავისუფლებაა სინამდვილეში. თავიდან იცოდა, რომ იყო გაუკუღმართება, მაგრამ მერე შენელდა, მერე ცოდუა ის კაცი და ის ქალი ცოდუა და მოდი არა უშავს, დაუშვათ რა მოხდა. და აი დღევანდელ ახალგაზრდობას, როცა ჩვენ ველაპარაკებით, თუ ჩვენ თაობას მაგალითად ქონდა ისეთი პროტესტი, რომ როგორ შეიძლება ეს ხო ჩვენ ბავშვობაში არავინ არ ლაპარაკობდა იმ თემებზე, რაც დღეს აქტუალურია. სირცხვილია საერთოდ წარმოუდგენელი იყო. დღეს ახალგაზრდებს რო ეკითხები, რას გეუბნებიან? რა მოხდა? აი ვინც ამბობს რა მოხდა? აი ამ გარყვნილებაზე, რასაც ვხედავ ჩვენ, რა მოხდა? ეს პირველი გამყიდველია ქრისტესი. სულ ერთია მისთვის. და სამშობლოს გამყიდველიც არის. სინამდვილეში. არა ის, რომ აბა ვდევნოთ, ამაზე არ არის საუბარი. რა მოხდა? აი, როდესაც ამბობ, ეს არის განელებული შენში ქრისტიანობა. რომელსაც შეიძლება სხვა ღმერთს უწოდებ, არ ვიცი, მაგრამ განელდა ის. იმიტომ რომ რასაც ემსახურებოდი, ის შენ არ გესმის დღეს. ყოფითმა შეგითრია. და ის პრინციპები, რაც შენ გქონდა თავიდან, ეკლესიაში მოსვლისას, ის განელებულია. და თუ განელებულია, დამცხრალია, რა მოხდა მერე? იყოს, ცოდვა იყოს. ცოდვილები რო ვართ, ამაზე კი არის საუბარი. მაგრამ ცოდვა რო იყოს აი შენთვის, ეს არის უბედურება. სინანული რა არის?
სინანული ის არის, რომ წუხარ შენ საკუთარ ცოდვებზე. შენ ხო არ ამბობ, რომ იყოს. ნორმალური ქრისტიანი არ ამბობს თავის ცოდვებზე იყოს. ის ებრძვის საკუთარ თავს. და ამბობს, კი არ უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს. საზოგადოებაში ხედავს და იყოს, რა მოხდა. და ეს ჩვენი ბრალია. უფროსების არ ველაპარაკები ჩვენ შვილებს. იმიტომაც ამბობენ იყოს. განელებულია ჩვენშიც და სხვაშიც. ის პრინციპები, ის ქრისტეს სიყვარული, რაც თავიდან მიგზენით. აი მოციქულებში განელებული არ იყო. მოციქულები რომ შეუდგნენ ქრისტეს, იმათ ტყავსაც აძრობდნენ. ანდრია X-ის ფორმის ჯვარზე გააკრეს. თომას ტყავი გააძრეს ინდოეთში მოციქულს. ისინი არ ამბობენ იყოს. იყავით წარმართები თქვენ. არა. არ უნდა იყოს. კი არ უნდა ვდევნოთ ვინმე. ისინი არავის არ დევნიდნენ. მაგრამ იყოს არ შეიძლება თქვა. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ადამიანისა, განელებულობა. გავსოთ აპოკალიფსში ნათქვამი, ან ცხელი უნდა იყო, ან ცივი. განელებული ყველაზე ცუდი მდგომარეობაა. როდესაც შენთვის იყოს არის ცოდვა შენში, სხვაში მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ ყველაზე დაქცეული ხარ ადამიანი. და ამიტომაც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს პრობლემას ვერ ხედავენ ამაში. რაც არის ყველაზე დაცემულობა. ჟურის კანონის თანახმად მამათმავლობა, მრუშობა და მკვლელობა ერთი ეპიტიმიით არის დასაჯდელი. 15 წელი უზიარებლობა. ეს ყველაზე ცოტაა. ესე შემოკლებული ვარიაცია ჟურის კანონისა. მოციქულთა კანონების მიხედვით თელი ცხოვრება შეიძლება არ ზიარებულიყო ყოფილი მამათმავალი. აი რა სიმძიმესთან არის საქმე. და ჩვენ ვამბობთ, იყოს. რა მოხდა? განელდა და მაგიტო. აი ის მაცხოვრის შეძახილი იმ დიდრისადმი. დაუტევე ეს ყოველივე და შემომიდექ მე. ეს განელებული კაცი აინტერესებდა რჯული. ისი არ მივიდოდა მაცხოვართან. მაგრამ მისთვის იყოს რა იყო? ვერცხლის მოყარეობა. კი, მაგრამ არ მინდა შენთან ეხლა მე ეს ვერცხლი რომ აქვს. და ჩვენ სხვა ვერცხლის მოყარეობაში ვიმყოფებით. სხვა დამოკიდებულებებში, სხვა ვნებებში. რაც ხშირად დაუფიქრებლობის ბრალია. სიმძიმე რო არ ვიცით ცოდვისა, იმიტომ არის ჩვენთვის იყოს. საშინელი სიტყვა. არაფერი არ უნდა იყოს. ერთადერთი რაც უნდა იყოს, ეს არის ღმერთი და მისი რჯული. აი ეს უნდა იყოს. დანარჩენი ყველაფერი არის ფსევდოსიხარული და ფსევდოსიყვარული და სიხარული. მზად ვართ, როცა მაცხოვარი გვეტყვის, შემომიდექი მე. როგორც იმ კაცს უთხრა, როგორც მოციქულებს უთხრა, როგორც ა ブラ ამს უთხრა. ჩვენ მზად ვართ, რომ შეუდგეთ? თუ ვიტყვით, იყოს. არა უშევს. სხვა დროს, ეხლა არ ამცალია. დაგდოსოთ ღმერთმა და ვეცადოთ ჩვენ შვილებთან ვილაპარაკოთ ძალიან გარკვევით. ისე კი არა, როგორც თქვით. ძალიან პრინციპულად. რომ ეს არის ესა, ესე. არის ისე სიკეთე, ესე. და არა ისე, თან იქით და თან აქეთ. იმიტომ რომ ის უბედურება სიხარულს და სიყვარულს ვერ მოიტანს. ვერ ჩვენში და ვერ ჩვენ შვილებში.
როდესაც ამისკენ არის მოწოდება მშობლებისა თუ უფროსი თაობისა. დაგლოცოთ ღმერთმა.